ჯერ ბრძოლის კვირა არ დაწყებულა, მაგრამ განწყობა უკვე იგრძნობა. მით უმეტეს რომ უკვე ლას-ვეგასში ხარ. როგორ იგრძნობა იყო საერთაშორისო ბრძოლის კვირის ჰედლაინერი. ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ თითქოს სულ ახლა-ახალ მოხვედი ორგანიზაციაში. დღეს კი ამ სპორტის მწვერვალებს ვფიქრობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო ჰედლაინერი ამ ღონისძიების. მახსოვს, საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე მე ჯერ კიდევ პრელიმებში ვიყავი. ეს 4 წლის წინ იყო. ახლა კი მაქვს საშუალება ღონისძიების ჰედლაინერი ვიყო. შენ ტიტული უკვე მოიგე. ქამარი ერთხელ უკვე დაიცავი. ახლა უკვე მეორე ტიტულზე მიდიხარ. სხვა საჩემპიონო ბრძოლებთან შედარებით, რაიმე განსაკუთრებული გრძნობა ხომ არ გეუფლება. ასეთი ბედნიერი საბრძოლო კემპის დროს არასდროს ყოფილ ვარ. ახლა მთელი პროცესით ვიღებ სიამოვნებას. მზად ვარ. ჯერ არავინ იცით წინ რა გელოდებათ. ბევრს გონია, რომ წონის ცვლილება მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის წინა მოსამზადებელ პერიოდზე აისახება. რა შეიცვალა შენთვის? ყველაფერი შეიცვალა. საბოლოო ჯამში ის უკანასკნელი 4.5 კილოგრამი ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. აქამდე მთელი 12 კვირის განმავლობაში წონას ვიკლებდი. ვერ ვიღებდი ცხოვრებისგან სიამოვნებას. ამჯერად მთელი ეს პროცესი სასიამოვნო გახდა ჩემთვის. ცოტა გულდასაწყვეტი ხომ არ არის, რომ ერთდროულად ორი ქამრის მფლობელი ვერ იქნები. არ მაინტერესებს, ყველა ვარიანტში ორივე ქამარს გადავიკიდებ მხრებზე. იმედგაცრუებული ხომ არ ხარ ისლამს რომ ვერ ხვდები? სიმართლე გითხრათ, მინდოდა ქამარი ისლამისთვის წამერთმია. ამ წონაში ის დომინანტური იყო, ყველა დაამარცხა. თუმცა საბოლოოდ ეს ჩემს მიღმაა, მე მხოლოდ ჩემს ქმედებაზე მაქვს გავლენა. მინდოდა წონის ცვლილება და მე ეს გავაკეთე, მახაჩევმაც იგივე გააკეთა. მე ვერაფერს ვიზამ, მოვიდეს ვისაც უნდა, ყველას ვეჩხუბებ. როგორ გონია, ჩარლზ ოლივეირა უფრო დიდ საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ვიდრე ისლამი? უფრო მარტივია თუ უფრო საშიშია? როგორ ფიქრობ? ყველა ოპონენტი დიდი გამოწვევაა, მარტივი ჩხუბი არ არსებობს, როდესაც ამ დონეს მიაღწევ. ორივე რთული ოპონენტია, ორივე კარგი ათლეტია, თუმცა ორივე სხვადასხვა სტილი აქვს. ყველა ვხედავთ, რომ ნოკაუტი შენი ძლიერი მხარეა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ვიდრე აქ მოხვიდოდი, შენ მტკივნეულებით იყავი გამორჩეული. ასევე არის ოლივეირაც. ფიქრობ, რომ ეს შენი შანსია, დაამტკიცო, რომ უბადლო გრეპლერი ხარ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ გრეპლინგშიც უპირატესი ვარ, ვიდრე ოლივეირა. ვიცი, გრძნობ, რომ პარტერში მასზე უკეთესი ვარ. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ უნდა დავასაბმითო, ამის ყველანაირი არსენალი მაქვს. შემიძლია დავანოკაუტო, შემიძლია დავასაბმითო. თანამდებობით ვიცი, რომ ორივე ხერხს შემიძლია პირველივე რაუნდში მივმართო. არ დამჭირდება მასთან დისტანციის შემცირება. ერთმანეთს ოქტაგონის ცენტრში შევხვდებით. ეს პირველი რაუნდის ფინიში იქნება. ილია, თუ გადავხედავთ ოლივეირას რეზიუმეს, ის თითქმის ყველა ბრძოლაში ნოკდაუნდება, თუმცა ბრუნდება და შემდეგ აფინიშებს მეტოქეებს. მე თუ მას ვატკენ, შანსი აღარ ექნება ფეხზე წამოდგომის, იმიტომ რომ ჩემი ძალა აბსოლუტურად განსხვავდება ყველა მისი ყოფილი ოპონენტისგან. ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ოლივეირა. იქნება თუ არა ეს მიჯრით გამარჯვებების ყველაზე დიდი სერია ამ სპორტის ისტორიაში? არ ვიცი, ალბათ რომ კი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი მეტოქე ერთმანეთს თავს არიდებს. ჯონსის და ასპინალის მაგალითზე, ასევე ისლამიც. როგორ გონია, რატომ შეიცვალა მან წონა? მიმაჩნია, რომ მას თავისი მიზნები აქვს ამ სპორტში. არის თუ არა ეს ბრძოლა, რომელიც ადრე თუ გიან შედგება? ნახოთ 130-ში როგორ იასპარეზებს. თუ ორივე მოვიგებთ ჩვენს ჩხუბს, ან ის ჩამოვა, ან მე ავალ და საბოლოოდ ყველა ნახავს იმას, რისი ნახვაც უნდა. ოლივეირასთან ბრძოლა მართლაც დიდია, თუმცა პედი პიმბლეტის აქტუალობას არ კარგავს. როგორ ფიქრობ, იმსახურებს ის შენთან დაპირისპირებას ამ მომენტში? თუ მას ჯერ კიდევ აქვს დასამტკიცებელი? მან აუცილებლად უნდა მოიგოს ერთი ჩხუბიც. ბევრი კონტენდერია ამ დივიზიონში, ვინც მასზე უფრო ადრე იმსახურებს გამარზე ჩხუბს. თუ მას სურს ჩემთან დაპირისპირებას, ჯობს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს ეს. მე მას აუცილებლად მივცემ ამის შესაძლებლობას. ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთში გასარკვევი. მართლაც დიდებული ბრძოლა გველოდება წინ.
ცნობილია, რომ ცარუკიანი დააზღვევს ამ ჯგუფს. მისი შანსები როგორია? იმსახურებს, რომ რიგში პირველი იყოს. არმანმაც უნდა მოიგოს, ვიდრე მე შემხვდება. მას უკვე ჰქონდა თავისი შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. გაუგებარი მიზეზის გამო ჩაეხსნა თავის ჯგუფს. ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს. So he needs to put his name again in the conversation. ვიცით, რომ დენა ვაითი დიდებული პრომოუტერია. როგორია შანსები, რომ ბრძოლა უდესმე სანტიაგო ბერნაბეუზე ვიხილოთ? So to be honest, the conversation სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მინდა თუ არა ესპანეთში სტადიონზე ჩავატარო ბრძოლა. თუ დათანხმდებიან, მომიწევს ევროპის დროით დილის 4 საათზე ვიჩხუბო. არ მინდა ეს რომ ქნა. პროფესიონალი ვარ. კარგ კონდიციაში მინდა ვიყო ბრძოლის დღეს. თუ რამე შეიცვლება და ადგილობრივი დროით საღამოს ჩაატარებენ, კი ბატონო. სხვა შემთხვევაში ვამჯობინებ ბრძოლები შტატებში გავმართო. If something changed, შენი ღმერთთან ურთიერთობა ახლა როგორია? როდესაც ამ ხელა ღონისძიებები და ამბები გაქვს წინ. my faith in God. სწორედ ჩემ მარწმენა მომიყვანა აქამდე. ყველაფერი რაც მაქვს ღვთის წყალობით არის. ის მაძლიერებს ყოველ დღე. He gives me every day and the strength he gives me. რამდენიმე თვის წინ ჯოროგანთან ისაუბრე, რომ კითხვა ძალიან გიყვარს. რამე წიგნს ხომ არ კითხულობ ამ მომენტისთვის? ჩარლზ დუბრონქს ოლივეირა, მე ამ წიგნს ვკითხულობ. რამდენად ინტერესდები ხოლმე შენი ოპონენტების ცხოვრებით? სულ მალე ოლივეირაზე ფილმის გამოვა. რამდენად ცნობილია შენთვის მისი ისტორია ადამიანურ დონეზე? Not really. დიდად ცნობილი არ არის, რაც ვიცი ისაა, რომ კარგი პიროვნებაა, კარგი სპორტსმენია. მას ბევრი ღირსეული თვისება აქვს. არაფერი მაქვს მე მისი საწინააღმდეგო. ჩვენ შორის ქამარია და ბრძოლის დღეს მას მე ვერ დავინდობ. ბრძოლის შემდეგ კი ბატონო, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურებ და რაც მთავარია, მალე გამოჯანმრთელება. After the fight, I'm going to wish him all the best and fast recovery. შენთვის ეს ნაცნობი მდგომარეობაა. შენი ოპონენტი ისევ როგორც ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ოლივეირაც ახლა ხალხის რჩეულია. ფანებს ისინი განსაკუთრებით უყვართ. ხომ არ გინდა ვინმე ისეთ ეჩხუბო, ვინც ხალხს დიდად გულზე არ ეხატება? Not really, you know when როდესაც დამირეკეს და ოლივეირა შემომთავაზეს, არ მაინტერესებს ფანების განწყობა ამ შემთხვევაში. თუმცა ვისურვებდი ისეთ ვინმეს ვეჩხუბო, ვინც ხალხს მაინც და მაინც არ უყვარს. კარიერის ბოლოს როგორ დაამახსოვრდები ხალხს შენი აზრით? თქვენ მსუბუქის თუ მსუბუქი წონის მებრძოლი? აუცილებლად მსუბუქის. რა სხვაობას ხედავ ამ დივიზიონში გადმოსვლის მხრივ, გარდა წონის კლებისა? სიმართლე გითხრათ, წონის კლება ამ თავარი მიზეზი, რითიც ახლა მე სიამოვნებას ვიღებ. ვინაიდან როდესაც გამუდმებით გშია, ვერ იღებ ცხოვრებისგან სიამოვნებას. წამს კარგად ვარ, არ მშია, ენერგია მაქვს. კლავ თქვენ მსუბუქში რომ ვიყო, ახლა აქ ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე დიდია სხვაობა იმასთან შედარებით, რასაც ადრე იკლებდი. Exactly. კი, ძალიან დიდი სხვაობაა. 5 კილოთი ნაკლები. იგივე წონა ვიქნები, უბრალოდ დაკლება არ მომიწევს. გაქვს იმედი, რომ სამომავლოდ ხალხსაც ისე დაამახსოვრდები და ისე შეგიყვარებენ, როგორც მაგალითად ჰოლოვეი, ვოლკი ან ოლივეირა. თუ შენთვის სულ ერთია, გექნება თუ არა ფართო მასების მხარდაჭერა და სიყვარული. რა თქმა უნდა, ხალხის სიყვარული მნიშვნელოვანია. მეც მათი ფანი ვარ. ყოველთვის მომწონს მათი ბრძოლების ყურება. პირველობადაც ღირსეულები არიან. როდესაც საქმე ჯგუფს ეხება, მე ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ცხადია, აქამდე სკოლია 2 დივიზიონის ჩემპიონი, თუმცა არასდროს 3-ის. ხედავ შენს თავს, როგორც 3 დივიზიონის ჩემპიონს. You let yourself have that fantasy as well? If Islam becomes the თუ ისლამი გახდება 130 ჩემპიონი, აუცილებლად დავისახავ მიზნად მისთვის ქამრის წართმევას. And I will move to the welterweight division. Yeah, can I do these in English